სევის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარია ფატი ბუხრიკიძე, ქალი და განვითარებას ხელმძღვანელი. მოგესალმებით და მიხარია რომ ხართ ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა, მე ყოველთვის მიხარია თქვენ ტელევიზიაში სტუმრობა. თქვენი ტელევიზია ტრადიციულად ჩვენი ორგანიზაციის დიდი მეგობარი და მხარდამჭერი იყო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მხარდაჭერა როგორც პერსონალურად ფატი ბუხრიკიძისგან, ასევე ორგანიზაცია ქალი და განვითარების სახელით გამოუცხადო ტელეკომპანია თრიალეთს და მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში თანადგომისთვის. დიახ, სწორედ ამ საკითხით მინდოდა დამეწყო საუბარი. თქვენთვის ცნობილი არის, რომ უკვე 10 დღეზე მეტია ინკასო ატევს კომპანიის ანგარიშებს. როგორ ფიქრობთ, ანუ რაზე მიანიშნებს ეს არის თუ არა, ასე ვთქვათ, სიგნალი, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშოვდა, არის თუ არა ეს ერთი კონკრეტული ტელევიზიის პრობლემა, თუ ზოგადად მიმართული არის თავისუფალი სიტყვის გაჩუმებისკენ და არის თუ არა ეს ამის მცდელობა? ძალიან მაშფოთებს ის ამბავი, რომ ძირფესვიანად გავიცნობიერო, რომ ეს მიმართულია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისთვის, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შესაძლებელია მოხდეს მოლაპარაკება, მოხდეს გათვალისწინება იმ დიდი წვლილის, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავისი კვალი შეიტანა ტელეკომპანია თრიალეთმა და აი თუ რამე ფინანსური გაუგებრობა, თუ თქვა დავალიანება მოლაპარაკების საფუძველზე შეღავათიანი დაფარვის გრაფიკით ან სხვანაირი სამწუხაროდ ამ დრომდე არ წამოვიდნენ ამ მოლაპარაკებაზე და ესეც გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართულად რაღაცა ტელევიზიის გაჩუმების მცდელობა და დაველოდოთ მოვლენებს, მე არ მინდა რომ ეს ასე მოხდეს, მინდა ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ თუ ტელეკომპანია თრიალეთი დაიხურება, ეხლა რას კარგავს საზოგადოება, რეგიონული მედია რატომ არის მნიშვნელოვანი? რეგიონული მედია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის აი რეგიონი, ერთი ოჯახივით არის, ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველას ტკივილი, ის რაც შეიძლება ადამიანმა და განსაკუთრებით აი ჩვენ ძალიან მოწყვლად ქალთა ჯგუფებთან მუშაობთ, აი იმ ქალების პრობლემები, ტკივილი, იმედები უფრო თავისუფლად შეიძლება გაჟღერდეს რეგიონული მედიის საშუალებით, ვიდრე ვთქვათ ცენტრალურით, იმიტომ რომ აქ გარდა იმისა თვითონ ტელეკომპანია და განსაკუთრებით მისი აი ეს პროფესიონალი ჟურნალისტთა გუნდი, რომელიც ყავდა წლების განმავლობაში ტელეკომპანიას, ძალიან სენსიტიურები არიან აი ამ ადგილობრივი მოსახლეობის, არა მარტო ქალების, არამედ ხანდაზმულების, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების, გნებავ-წარმატებული ადამიანების მიმართ და ხდება უფრო აი ეს რაღაცა ახლობლურად და ძალიან ისე სიხოცხეულად გაშუქება და ამ ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს, იმიტომ რომ ხმის მიწვდენას ჭირდება დრო და სივრცე. სანამ მე რომ პრობლემები მაქვს დღეს და ცენტრალურ მედია საშუალებამდე მივახცევ და მე ვთქვათ იმათი საეთერო ბადე რამდენად გაითვალისწინებს, აი ეს აქ ხდება მყისიერად რეაგირება რეგიონული ტელეკომპანიის საშუალებით, განსაკუთრებით თრიალეთის საშუალებით და ამიტომ ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს პირველ რიგში იმედს. იმისას, რომ მე შემიძლია აი ჩემი ხმა მივაწვდინო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ნებისმიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აი ამ ტელეკომპანიის საშუალებით უფრო მარტივად, უფრო ეფექტურად და უფრო ხარისხიანად. აი ეს ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს და ამას სამწუხაროდ ღმერთმა ნუქნას და ვიტოვებ იმედს, რომ ასე არ მოხდება. იგრძნობს შემდეგ საზოგადოება ძალიან მტკივნეულად. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ტელეკომპანიის პრობლემა. ან ერთი ბიზნეს რაღაცა სუბიექტის პრობლემა, ეს ნამდვილად არ არის. დიახ. და ასევე რაც შეეხება ორგანიზაციებს, თქვენ წარმოადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აღარ ჩამოთვლი ახლა იმ კანონებს, რომელიც ზღუდავს ხო ორგანიზაციების მუშაობას, თუმცა რა არის ახლა მთავარი გამოწვევა ამ ორგანიზაციებისთვის, როგორ აგრძელებთ მუშაობას აი ამ კანონების პირობებში და იმ შეზღუდვების პირობებში, რომელიც დაგვიწესა ხელისუფლება. თქვენ არაერთი სერვისი გაქვთ ხო, ძალიან ბევრ პროექტებს ახორციელებთ და რას კარგავენ თუნდაც ბენეფიციარები, მით უმეტეს რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციის ოფისი დაიხურა რეგიონებში, მათ შორის გორშიც სერვისების მიმწოდებლები, რომლებიც იყვნენ მათ შორის.
იცით, უნდა გითხრათ, რომ მე დამოუკიდებელი საქართველოს პირველივე დღეებიდან აი ამ სამოქალაქო საზოგადოებაში ვიყავი და მოღვაწეობდი. ქალთა განვითარება ამ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა შექმნა, ცოტა მოგვიანებით მანამდე სხვა ორგანიზაციების სახელით მოღვაწეობდი და ასეთი რთული და ასეთი გამოწვევების წინაშე არასდროს არ ამდგარა როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ახლა ცდილობენ NGO-ები, რომ ძალიან ხშირად განსაკუთრებით ცენტრალურ დონეზე დამცინავად აღნიშნავენ ხოლმე, ასეთი რთული გამოწვევების წინაშე არ ამდგარა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონი, რომლებიც მიღებული არის ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს არის ეგრეთ წოდებული რუსული კანონი გამჭირვალობის კანონს, რომელიც ახით ფარა და შემდეგ კანონი ეს შესწორებები გრანტის კანონში. იმდენად შეუძლებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას, რომ პრაქტიკულად აი ჩემ ორგანიზაციას დღევანდელი მდგომარეობით 4 გამარჯვებული პროექტი აქვს შეჩერებული. უბრალოდ ვერ ვიწყებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი კარგი სასიკეთო საქმე გაკეთდება შიდა ქართლში და არა მარტო შიდა ქართლის ქალების და გოგონებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიწყებთ მუშაობას და ამ პროექტების განხორციელებას აი ამ საკანონმდებლო სივრციდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩვენ ვერ დავადგინეთ თქვათ ჩვენმა დონორმა ორგანიზაციამ რომელ სტრუქტურას უნდა მიმართოს იმისთვის რომ ჩვენ გრანტი მოგცეს თანხმობისთვის. ანუ არიან ისეთი დონორები, რომლებმაც მაპატიეთ და დაახლოებითაც არიციან რა ადგილზე მდებარეობს საქართველო. და აი ამ დიდ კონკურსში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა, გაიმარჯვა ქალთა განვითარება. მოეწონათ ეს პროექტი, გადავიდა ძალიან ბევრ ეტაპზე, გამარჯვებულია. ჯერ ერთი რომ ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ სტრუქტურას მიმართოს ამ დონორმა ორგანიზაციამ, ამ სააგენტო, რომელმაც გრანტი უნდა გამოგვიყოს, ეს უსასყიდლო დახმარება ჩვენი ქალებისა და გოგონების კეთილდღეობისთვის. მეორეც კიდე რამდენად ექნება სურვილი, ის მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს, შეიძლება 1 და 70 ქვეყანაში გასცეს გრანტები და ყველას ეხლა სათითაოდ მიწეროს ქვეყნის ხელისუფლებას, რა ვიცი, კონკრეტულ სტრუქტურას, აი მე მინდა რომ დავაფინანსო თქვენი ორგანიზაცია და თანხმობა მომეცით. და მეორე რისკი კიდევ ის არის, რომ ჯერ ექნება თუ არა სურვილი, ეს არის გასარკვევი და მეორე უარი რომ უთხრან. ეს იმდენად დამაკნინებელი არის და იმდენად სტრესული არის ჩვენი ორგანიზაციისთვის და ნებისმიერი პიროვნა მოიბძიე თანხა, უნდა შემოვიდეს ეს ინვესტიცია, გარდა იმისა, რომ საკეთილდღეო საქმე კეთდება ქალებისა და გოგონების მხარდაჭერისთვის, ამავე დროს მინიმუმ დაახლოებით 10 ადამიანი მაინც უნდა დასაქმდეს. სხვადასხვა სერვისები უნდა მივიღოთ, რომელიც ამ ეკონომიკაში ჩაიდება და კონკრეტული ბიზნეს ობიექტები მიიღებენ, თქვათ, იგივე ლანჩების და ასე შემდეგ მომსახურებისთვის შემოსავალს. და აი ამისთვის უნდა ეხვეწო ემუდარო და შეიძლება თქვას ვიღაცას მოეჩვენოს იქ, ვინც არის გადაწყვეტილების კონკრეტული პირი, ვინც იქნება, რომ არა, მე არ მიმაჩნია, რომ აი ეს ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. აი ეს საფრთხე არსებობს. და თუ ჩვენ გავბედავთ მაგალითად და ამ თანხას მივიღებთ, თუ მოგცეს 100,000, 200,000 სახელმწიფო დაგვაჯარიმებს, რომელიც იმდენად გამანადგურებელი იქნება, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება არსებობა, თორე არა იმ თანხის გადახდა კი არა, სიცოცხლე და არსებობა იქნება შეუძლებელი. აი ეს არის ძალიან ცუდი და ამდენად ჯერჯერობით აი ეს ფინანსური მდგომარეობა, რაც შეიძლება ამ ეტაპზე ჩვენი ფინანსები ამოწურული გვაქვს, ახალ ფინანსებს ვერ ვიღებთ და ძირითადად რა სერვისებსაც ახორციელებს ქალი და განვითარება არის მოხალისეობის პრინციპზე დაფუძნებული და მთლიანად აი ინერციით მოვდივარ და იმ ინერციით ვახორციელებ. დანარჩენი, რა ვიცი, ჯერჯერობით ველოდებით, იქნებ დალაგდეს სიტუაცია, იქნებ რაღაცნაირად მოხდეს აი ამ ეს მოსახლეობა ხომ არ არის მარტო ჩემი.
ან მარტო თქვენი ან რაღაცა ეს ხო არის აი ამ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობა თუ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და თუ ხალხი არ იქნება კმაყოფილი და ის რაც არ შეუძლია რომ ხელისუფლებამ გააკეთოს ამ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის და ამაში ეხიდება არასამთავრობო ორგანიზაცია რატომ არის ეს აგენტობა და მეცაც ვიტყვი როგორც გვიძახიან შპიონობა, გამყიდველობა, აი რატომ არის მე ვერ ახვდები ახლა ქალს რომელსაც უჭირს და ჭირდება კონკრეტული ამ ფსიქოლოგიური დახმარება ან სხვადასხვა სერვისი მისი კეთილდღეობისთვის, რატომ არის ეს სამშობლოს გამყიდველობა მე ვერ ახვდები. ეს ცალკე პრობლემაა, როდესაც ახლა ამ ინფორმაციების გამოთხოვა დაიწყეს, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს. ხო, პირად ინფორმაციას ჩვენ ძალიან სენსიტიურ ჯგუფებზე ვმუშაობთ. კი, აი ეს აზუსტად კი რომელსაც ეს ხალხი იმიტომ გვენდობოდა ჩვენ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, ქალთა ორგანიზაცია, რომელიც ქალთა საკითხებზე მუშაობს და ძალიან ყველაზე აი მოწყვლად ჯგუფებზე, ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე დაჩაგრულ, ყველაზე აი უფლებების შეზღუდული ჯგუფებთან, რომელთა უფლებები ისე არის შეზღუდული, ხანდახან არის მათ სიცოცხლეზე, არა მარტო კეთილდღეობაზე, მათ სასიცოცხლო მდგომარეობაზე არის დამოკიდებული და ეს ხალხი ჩვენ გვენდობოდნენ, იმიტომ რომ ჩვენგან ქონდათ აი 100%-იანი კონფიდენციალურობის განცდა და შეგრძნება იცოდნენ რომ აი აქედან ინფორმაცია არავის არ მიეწოდებოდა და სხვათა შორის რა ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენი ბენეფიციარები და ჩვენთან აი თანადგომისა და სერვისების მსურველები იყვნენ არა ვთქვათ მარტო გაჭირვებული არამედ საკმაოდ წარმატებული ქალები რომლებიც ახლა შეიძლება სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობენ და იყვნენ ისეთი ქალები, რომლებიც არიან თქვათ მაღალჩინოსნების ცოლები, როგორც საპოლიციო სისტემაში და ასე შემდეგ და არანაირად არ უნდათ იმ ქალებმა გაიგონ, რომ ვინმე რომ ის როდისღაც ჩვენი სერვისით ან ფსიქოლოგის ან სხვადასხვა სერვისებით არ უნდათ ამის, იმიტომ რომ ძალადობის ხერხი ყოფილა რომის გამო ვერ ამბობდნენ, პოლიციას ვერ გამოიძახებდნენ, სახელმწიფო სერვისები რაც არსებობს თქვათ სახელმწიფო ფსიქოლოგი რომელიც არსებობს თუნდაც თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის ვერ მიმართავდნენ, იმიტომ რომ ნუ ეშინოდათ არ უნდათ მათ ქმრებს გაეგოთ და ეხლა გამოდის ისე რომ ეს ინფორმაცია უნდა მოხდეს გამჭირვალე საჯაროდ რაც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჭდეთ ამ ადამიანებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მტკივნეულია დიახ და კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მაგალითად მაყურებელს რას კარგავენ აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა თუ შეფერხდათ კი არა და უკვე ნახეთ რომ შეფერხდა და ბევრი მომსახურება და სერვისი უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი რას კარგავენ ანუ რატომ არ ეხება კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ხას ეს მედიას და მხოლოდ არასამთავრობო სექტორს და ის სიკეთეები რასაც თუნდაც ადგილზე პატარა ორგანიზაციები აკეთებენ და რეგიონში რატომ არის მნიშვნელოვანი აი ძალიან დიდ რამეს კარგავენ და თუნდაც ის რომ ხო სწორედ ამ გრანტების მეშვეობით უამრავი რამ გაკეთდა ხო მათ შორის ჩვენს ქალაქში და სოფლის მეურნეობით ჯერ სფეროში რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სამწუხაროდ ხშირად ხდებოდა რომ ჩვეულებრივ მოსახლეობამდე გვიან მიდიოდა ეს ინფორმაცია რომ ჩამოდიოდა პროგრამები და ასე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პირველად ბენეფიციარები იყვნენ მაინც ის ადამიანები რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და მშვენიერი ძალიან ბევრი მშვენიერი ბაღები აქვთ მოწესრიგებული აი სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით დაფარული, მოწესრიგებული, გამართული სარწყავი სისტემით და ძალიან კარგი, ვთქვათ, შესაძლებლობებით მათ აქვთ იმ ზუსტად დაიცვან, რადგან არსებობდა ამისი ფინანსები, პროფესიონალების კონსულტაციები და ასე შემდეგ, მაგრამ ასე თუ ისე მაინც მიდიოდა ჩვეულებრივ ადამიანებამდე. ეს ხომ შეიზღუდა. აი ხა ჩვენ ორგანიზაციას მაგალითად რამდენიმე აი ასეული კი არა შეიძლება უფრო მეტი ადამიანი ქალი და გოგონა ყავს და არა მარტო ახალგაზრდები ყავს გაგზავნილი სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით როგორც ამერიკაში ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში
ეს შესაძლებლობები აღარ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მათი პარტნიორები, გვაწვდიდნენ ამ ინფორმაციას და სისტემატურად ვაქვეყნებდით როგორც ჩვენი ვებგვერდზეც ისე დახურული სხვადასხვა ჩათებს რომ ეძახიან ამ საშუალებით, ვაქვეყნებდით, ვაწვდიდით ინფორმაციას და ძალიან ბევრმა ისარგებლა. ჩვენ თუ არ გვექნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს პროგრამები და ეს პროექტები ხელმიუწვდომელი იქნება. გარდა ამისა, ეხლა ყველას გონია რომ აი მე რა მეხება. შენის გეხება ჩვეულებრივ მოქალაქეს რომ ჩვენ არა ვართ სამწუხაროდ მდიდარ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ძალიან ბევრი დეფიციტი გვაქვს, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასე ეკონომიკური განათლების მიმართულებით. აი ჯანდაცვაზე მინდა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა. ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ძალიან ბევრ ადამიანს ყველაფერი, აი როცა მოგმართავდა ჩვენ, გამოვიკვლევდით, რომელ ქვეყანაში იყო უფრო მარტივი, რომ წასულიყვენ სამკურნალოდ, როცა აქ ყველა რესურსი, ყველა შესაძლებლობა იყო ამოწურული და სრულიად უიმედო ადამიანები წავიდნენ იმ კურნალის და ჯანმრთელები დაბრუნდნენ, ზოგმა შეიძლება ისე იმ ქვეყანაში გააგრძელა ცხოვრება და არსებობა, რადგან პერიოდულად ჭირდებოდათ რაღაცა ვთქვათ სამედიცინო манипуляციები, რომლებიც ძალიან ძვირიღის და ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეს ამის შესაძლებლობა არ აქვს. სამწუხარო და აი ეს შეხედება ზუსტად აქედან გამომდინარე არის რომ ჩვენ ვახდენდით აი ამის კულტივაციას და ვეხმარებოდით ადამიანებს და ეს შესაძლებლობაც დაიკარგება და ყველაზე სამწუხარო ის არის რომ არა მარტო ვთქვათ ჩვენი საშუალებით შეიძლება ხელმიუწვდომელი გახდეს მათთვის პირველი ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია რასაც ჩვენ ვაწვდით და შემდეგ იქ ყველაფერს ვაკეთებდით მხარდამჭერები გვეპოვა იმ კონკრეტულ ქვეყანაში საფრანგეთი იყო გერმანია მეტიც შვეიცარია თუ თქვა სკანდინავიის ქვეყნებში რომ რაღაცნაირად ყოლოდათ მათ მხარდამჭერები არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვადასხვა საქმეთმოქმედო ინსტიტუტები მაგრამ ეხლა საკითხი მიმდინარეობს იმაზე რომ შეიძლება უვიზო რეჟიმი შეგვიჩერონ წარმოიდგინეთ რამდენი ახალგაზრდა ვიცი რომელსაც არ აქვს არანაირი საშუალება განათლებულია შეიძლება ის აქვს საკმაოდ გონებრივი შესაძლებლობები მაგრამ ვერ ნახა დასაქმების საშუალება წავიდოდნენ სამი თვე იმუშავებდნენ კონკრეტულ თანხას მოუყრიდნენ თავს ჩამოდიოდნენ და მათ ოჯახის კეთილდღეობას ხმარდებოდა ეს შეუძლებელი იქნება ემიგრანტებისთვის იყო მარტივი ოჯახების ემიგრანტებისთვის კიდე ძალიან მარტივი იყო რომ ხდებოდა გადმორიცხვა ამ თანხების და ეხლა რა ვიცი წუხელის მაგალითად ძალიან შეწუხებული ვიყავი იმ ინფორმაციით რომ უკვე გაჩნდა რომ შესაძლებელია SWIFT სისტემი და გაითიშოს ალბათ ქვეყანა რა ვიცი ეს საშინელება იქნება აბა ანუ ჩვენ მე ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში როცა არ აქვს საშუალება და რაღაცა თუ ძალიან პოპულარული ფილმი შემოაღწევდა დასავლური ცხოვრების შესახებ შესაძლებელია გაგვეგო და დახლი ქვეში და მთელი წელი შეიძლება გემუშავა რომ ერთი ვთქვათ შარვალი ან რაღაც მაისური გეყიდა და ძალიან ბევრი რამე ხელმიუწვდომელი იყო წასვლაზე და მოგზაურობაზე და ის დაგენახა სილამაზე ვთქვათ ის არქიტექტურა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები და საოცრებები რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ეს იყო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სადღაც დაახლოებით 200-300 ლარის ფარგლებში შეგეძრო წასულიყავი უკან დაბრუნებულიყავი და დაგეთვალიერებინა ვთქვათ იტალია საფრანგეთი და ასე შემდეგ აი ეს ყველაფერი აი ეს იქნება ყველასთვის და ამის შეზღუდვა და მე კიდევ როდესაც ამდენი ფული აღარ შემოვა ქვეყანაში აი წარმოიდგინეთ 2 მილიარდი ლარი შემოდიოდა წლიურად არასამთავრობო სექტორიდან საშემოსავლოს აი ეს 20%-ს რომ ვიხდი, აი ეს გადასახადით. ესეც ხომ მოაკლდა, ეს ბიუჯეტს მოაკლდა, მათ ხელფასებს მოაკლდა, ვინც არიან დასაქმებულები, გზებს მოაკლდება, ჯანდაცვას მოაკლდება, რა ვიცი, თავდაცვას მოაკლდება, იგივე სამართალდამცა ორგანოებს მოაკლდება. აი ამ ეს ყველაფერი მე ჩვენ დაგვიბრუნდება და ყველაფერი გაგვიხდება სანატრელი სამწუხაროდ. აი ამას ეს მოსალოდნელი სამწუხარო ამბები გველოდება. დიახ და მოლოდინებზე მინდა გითხოთ, თუმცა მანამდე თქვენი სასამართლო პროცესის შესახებ რა ეტაპზე არის ახლა და რატომ დადგა ეს მოცემულობა, რომ ვთქვათ მაყურებელს?
სხვათა შორის ჩვენი ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორიდან იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც აი ამ წნეხისა და დისკრიმინაციის ქვეშ მოხდა ჩვენ 10 წელი უზრუნველყოფით სარგებლობით იმ შენობით, სადაც ვამბობ უამრავი ქალის სიცოცხლე გადარჩენილი. უამრავი ქალმა და გოგონამ ისარგებლა სხვადასხვა ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვეხმარებოდით და მხარში ვედექით ძალიან სენსიტიურ ჯგუფებს, პატიმარ ქალებს, კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებს და გოგონებს, პრობაციონერებს, ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების რისკის ქვეშ მყოფ ქალებს და გოგონებს, სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის შიცით დაავადებულ ქალებს და გოგონებს. აი ამ ფართით სარგებლობდნენ ეს ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად თქვა გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. და პირველი ჩვენ გვითხრეს უარი. მაშინ ჩვენ როცა გვითხრეს უარი, არც ერთ ორგანიზაციისთვის არ ქონდათ ნათქვამი. შემდეგ ჩვენ მივწერეთ, რომ ზოგადად ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება სტამბოლის კონვენციის მიხედვით, რომ ხელი შეუწყოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს მაქსიმალურად და ჩვენ ხელი შეგვიწყოს კი არა სასამართლო დავა გვაქვს აი ამ ფართთან დაკავშირებით, რა იმაზე არის ახლა მიმდინარეობს პირველ ინსტანციაში განხილვა, უნდა ყოფილიყო 1 ივლისს ჩვენი სასამართლო პროცესი, მაგრამ გადაიდო არც ვიყავი საქართველოში რომ დავიკავშირდნენ, ჩამოსვლას ვაპირებდი ზუსტად ამ სასამართლო პროცესისთვის, გადაიდო 9 სექტემბრისთვის. და აი ჯერჯერობით მიმდინარეობს პირველ ინსტანციაზე დავა. ჩვენ გვაქვს აი იმედი, რომ ვალდებული მუნიციპალიტეტი და მერია არ წარმოადგენს რაღაცა, ეს არის ჩემი და მე როგორც ეს არის ხალხის და საზოგადოების საკუთრება, თუ ამ ხალხის და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ვალდებულია მერია, მუნიციპალური ხელისუფლება, ვალდებულია, რომ მხარი დაუჭიროს და მხარში დაუდგეს. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან თვითონაც კარგად იციან, თვითონ იყო მერია ჩვენი თანადამფინანსებელი ამა თუ იმ პროექტებში. და აი ახლა მაგალითად გუშინ წილ Facebook-მა შემახსენა, ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო კონკურსი არტ კონკურსი ხატვაში სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის და ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ისე იყო გაჟღერებული, რომ მუნიციპალიტეტის წვლილი 10 მაგათ ჰქონდა გაზრდილი. მით უმეტეს იმისა, მხოლოდ ფართი გამოყო აი სამხატვრო სკოლის ის დაგვიტბო არეალი და შემდეგ დაჯილდოებაში მერიის დარბაზი გამოგვიყო, მაშინ ვიცემერი იყო ქალბატონი ეკა სუხიშვილი, რომელიც მიმართაც აი ამ სიტუაციის გამო განსაკუთრებული მადლიერება გაგვაჩნია, მაგრამ აქ იყო წარმოჩენილი გორის მერია და გორის მერიის ამ ჟესტის გამო დაახლოებით 140 ქვეყანაში გავრცელდა ეს ინფორმაცია. როგორ ეს არაფერი არ არის? რა გამოდის? საბჭოთა კავშირი ვახსენე. ვიყოთ ჩაკეტილები, სადაც არ იქნება არც ერთ ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორც მაშინ არ ჰქონდა, არც საელჩოები ჰქონდა და არც გაერო წევრები ვიყავით და ვიქნებით ეგრე. და ეს სიხარულო და ნაცრისფერი დღეები, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას მაშინდელსაზე, იქნება ისე ვისე. იქნება რაღაცა ჯგუფი ელიტარული, რომელიც კარგად იცხოვრებს და დანარჩენი ამ ნაცრისფერ და უღიმღამო დღეებში გააგრძელებს ცხოვრებას. დიახ, და ბოლოს რა მოლოდინი გაქვთ და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს სოლიდარობა, თუნდაც აი ახლა ამ მომენტში რა შეხედავთ თქვენ გამოსავალს, თუნდაც აი ეს ახალგაზრდების ვთქვათ ასე მასშტაბური პროტესტი, რომელსაც ხედავთ. ეს ახალგაზრდების მასშტაბური პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძალიან კარგი თაობა, მართლა დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი თაობა, მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ ახალგაზრდები არ არიან, იქ არიან საკმაოდ ასაკში მყოფი, ვთქვათ, საშუალო ასაკში და ცოტა შეიძლება ხანდაზმულებიც და გამოსავალი და იმედი არის, აი როგორც გუშინ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმა ერთიანობაში. საერთო ძალით ჩვენ ყველაზე ადრე ვთქვით, ეგ ამბავი, რომ ძალა ერთობაში. ყველაზე ადრე მთელ მსოფლიოში
აღნიშნეთ და ძალიან კარგი და ჭკვიანმა ადამიანმა ეს არაკი დაგვიტოვა, რომ ძალა ერთობაში არის და თუ ერთად ვიქნებით, ჩვენ ერთობამ გადაგვარჩინა ამ საუკუნეების განმავლობაში, იმიტომ ყოველთვის ვიყავით ვიღაცა ხარბი მეზობლისა თუ დამპყრობლის ყურადღების ცენტრში და გემრიელ ლუკმად ძალიან ხშირად ვითვლებოდით საქართველოს, გადავრჩით, როცა ვიყავით ჩვენ ერთიანები, როცა საერთო ძალისხმევით შევძელით ამა თუ იმ ძალიან დიდი მტრის დამარცხება და ეხლაც მე ვფიქრობ აი ამ ერთიანობით და ძალიან დიდი არის, არ შეიძლება არ აღვნიშნო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და აი ამ ერთიანობით იქნებ შევძლოთ ჩვენ მე არ მინდა მტრად მოვიაზრო თქვა იგივე ხელისუფლება ბატონო, მაგრამ ძალიან კარგია ეს ხელისუფლება რო იცავს თქვა სამართალდამცავ ორგანოებს, ძალიან კარგია, დიდებულია, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქე რომ ვარ, ქუჩაში რო გავიდე, მცემონ, დამარტყან, მომკლან, დამაყაჩაღონ და 1000 უბედურება გამეკეთო, იმედი უნდა მქონდეს. არა მარტო სამთქად პოლიციელს უნდა ქონდეს, თითზე თუ რაღაცა მოხდა რომ იმისთვის შეიძლება დაისაჯოს ძალიან მკაცრად ვიღაცამ ესროლა თუ შემთხვევით მოარტყა რაღაცა, არამედ მე ასეთივე ის უნდა მქონდეს განცდა და ჩემი თქვათ უფლებების დარღვევაც ასე უნდა აღიქვას სისტემამ, როგორც იცავს თქვათ თავის პოლიციელებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. რადგან მე ისა ვარ საქართველოს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, ჩემთვის ისიც შეიძლება კიდე ჩემაგინონ, ცილით დამწამონ, გამლანძღონ, დამაყაჩაღონ, მცემონ, ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ აი მე გეტყვით ძალიან მარტივ რაღაცას. 10 წელია ჩვენი მაგალითად უფლება დამცველებს ემუქრებოდნენ, გვაქვს გვარი, სახელი, იმაში გვაქვს როგორც მთავარი პროკურატურა იყო, გენერალური პროკურატურა შეტანილი 10 წლის განმავლობაში, ისეთ გორის სამმართველოში მიმდინარეობს და 10 წელი როცა ჩვენ ვამბობთ, რომ აი ამ ადამიანმა ეს მესიჯი მოგწერა მუქარის, დაშინების, აფეთქების, დახოცვის და ასე შემდეგ, არის ტელეფონის ნომერი, არის გვარი და სახელი. დღემდე არ არის გამოძიებული ეს ამბავი და დღემდე არც დაზარალებული სტატუსი გვაქვს მინიჭებული და არაფერი რეაგირება არ არის და აი წარმოიდგინეთ, მეც ესეთივე იმედი უნდა მქონდეს გუშინ რომ მაგალითად ვიღაც ზუგდიდის მერიის რა ქვია იმას ფიარის სამსახურის უფროსმა რომ თუ თანამშრომელმა შეიტანა და მყისიერი რეაგირება მოხდა რომ მე რაღაცა ეს სიტყვა მითხრეს მეგრულათო, რომელიც მე მგონი უტვინოს თუ რაღაცას ნიშნავს და ეს რომ მითხრეს, ამიტომ რეაგირება და 5 დღე პატიმრობაში უნდა გაატაროს ადამიანმა. მეც უნდა მქონდეს ასეთი განცდა, მეც უნდა ვიყო ასე დაცული, რომ თუ თქვათ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, უნდა ჯდებოდეს ისიც და მეც. პირიქით საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა თმენის ვალდებულებას უფრო მეტს აკისრებს საჯარო მოხელეს, სახელმწიფო მოხელეს, ვიდრე თქვათ ჩვეულებრივ მოქალაქეს და უნდა ვიყო მეც დაცული. და ეს არის ასეთი აზრი აქვს ყველა ადამიანს. მადლობა, გადაცემის მეორე ნაწილში ფათი ბუხრიკიძე იყო. დიდი მადლობა თქვენ და ცოტა აღელვებული საუბრისთვის. მოგესალმებით, მადლობა, დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მადლობა.